ჩან ვარ? კი, ჩან ხარ. კი. მე ხედავ რავი. ეს არის რაც არის. ვოპ? რავი, ჩაფიქრებულიც ასეა. მე ნახევრად უნდა ვჩანდე. გამარჯობა. გავარდეს მეგობრებო. Hello. ცოტა რაღაცები გადავალაგეთ და ეხლა ვდგავართ. არა, კი არ გადავალაგეთ. აბა. ვეზარება რაღაცების დალაგება პირიქით რა. და ასე გადავწყვეტეთ. ხო, სიმართლე გითხრათ, არ ვიცით რაზე უნდა ვისაუბროთ. სიყვი რაზე უნდა ვილაპარაკოთ? გაქვს ამ იდეა? გეგმა გაქვს? რა კითხვები? სამოქმედო გეგმა. არა, კრავი, კითხვები წაიკითხიან. მე არა მაქვს შენთან არანაირი კითხვები. შენ არა? ბავშვებს, ტელეფონზე ჩემთვის ტელეფონის აღება და ამ ოთახში თავიდან შემოსვლა არის კატასტროფა. კაი, მაშინ აბა მოვიფიქროთ რაზე ვილაპარაკოთ. წინასწარ დაგეგმილი კითხვები არა. აბა. რავი, ამაზე ვისაუბროთ. ფეხბურთზე რა. კაი, არ გვინდა ეს ფეხბურთი კაც. მაშინ მუსიკაზე. კარგი. არა, უცობლად ტელევიზიით ჯერა? არა. არ კი, ჯერა. თქვენ ჯერა თუ უცობლად ტელევიზიით? თქვენი აზრით საქართველოს გარდამეტყი. თქვენი აზრით დედამიწის გარდა სხვაგან სიცოცხლე იქნება, როგორ ფიქრობთ? შენ როგორ ფიქრობ? შენი აზრი მაინტერესებს. რავი, ამბობენ რომ მარსზე უნდა გადავცხოვრდეთო რა. გადავცხოვრდეთ არა. გადავცხოვრდეთ ერთია, მაგრამ გადავფრინდეთ მაშინ რომ. არა, მაგას არ ვამბობ. გადავცხოვრება სხვა არის, მაგრამ მარსზე სიცოცხლე იქნება, შენი აზრი როგორ ფიქრობ? სხვაგან სადმე სიცოცხლე არის? არა. ჩვენს გარდა დედამიწის პლანეტა დედამიწის გარდა სადმე გონიერი ცოცხალი არსება არ იქნება, როგორ ფიქრობ? არა. მარტო დედამიწაა ცოცხალი პლანეტა. კაი, თავი გავანებოთ, რომ ადამიანები არა, აი ადამიანებს არ გულისხმობ. აი რაღაცა, არა, ადამიანებს არ ხვლიკი, რაღაცა მიკრობი, რაღაც ბაქტერია, არა, კი, როგორ არ იქნება ახლა? ცოცხალი არსებები არ იქნებიან, ცოცხალი. რა თქმა უნდა იქნებიან. ჯუპიტერზე რო არის ის რაღაცა ფოტო რო გადაიღე, თვალები რო გამოჩნდა და კბილები თუ რაღაც მონსტრი არისო. არც ეგა? არ ვიცი. მე რაღაც ისეთ ამბობ, მე რო გამოვჩარა და ეგეთ რამეები ძალიან თვალს ვადევნებ. მოგლედ მე გეტყვით ახლა, მე ბავშვობაში ძალიან ფანატიკოსი ვიყავი უცხოპლანეტელების უცხო ცივილიზაციების რა და აი ძალიან მინდოდა რომ უცხოპლანეტელებს ეარსებათ. მთელი გულით მინდოდა. არსებობენ მაგ. შენ უთრეთ გამობრიცხავ რამეებს ამბობ, კაცო. მაგ არსებობენ. ბოლო ჩამოყალიბდი ახლა წეგან არავდა ახლა დაიბადნენ შეიქმნენ? კი. ხოლო მე მთელი გულით მინდოდა ამ რაღაცნაირად რომ მქონდა იმის სურვილი რომ უცხოპლანეტელებს ეარსებათ რა. მინდოდა რა, უბრალოდ მინდოდა. ხო, მოდი საწახვედი. მოვა. ას. აჰა. პროჩაუკ. ერთი არის ამბლად არსებობდნენ თუ არა და მეორეა მე როგორ ძალიან მინდოდა. მთელი გულით მინდოდა. გინახო უცხოპლანეტელები? ხო, სასაცილო ამბავს მოგიყვებით ახლა, მოკლედ დაახლოებით ასე 17-18 წლისები ვართ მე და ჩემი ძმაკაცი რა. ხო და მაშინ პატარკაცშვილი იყო ესეთი ბიზნესმენი რა. და პატარკაცშვილის ეზოში დაუყენებიათ ესეთი ბურთულა, რომელიც ესე ტრიალებდა და პრობლემებში რო უთხოვდა წერტილები, დიდი მრგვალი წერტილები იყო რა, თეთრი და ანუ ეს ხო იცი ხა ცაში ლაზერებს ხო. ესე ტრიალებდა რა, უბრალოდ. მაგის ეზოში იდგა და უბრალოდ ტრიალებდა და მოღრუბლული ამინდი იყო, ზამთარი იყო და მე და ჩემი ძმაკაცი მაგარი ნასომები ვარ და მაგარი თვალები და ისიც ჩემნაირი ფანატიკოსია, კაროჩე მაგრად უნდა რომ აი რაღაცა დაინახოს ცხოვრებაში ერთხელ ფრინავთებს რაღაცას მსგავს თვალი მოკრა და ზოგჯერ ვიგონებდით კიდეც არ არსებობდა, მაგრამ რაღაცები ჩვენ ვიგონებდით და ბიჭო ნასომები მოვდივართ და სად იცი? ჩოროკიბებით ჩავდივართ გაჩერებაზე აქ უყავდივართ ხო და მან თქო გასასვლელია ვიწრო და ბიჭო ავიხედეთ ზემოთ და ეს ბრგვალი რაღაცა ესე ცაში წრეებზე დადის ბიჭო და უნდა გენახა ჩვენი ამბავი. ბოლო ხმაზე დავიწყეთ. წავიყვანეთ ან სად მივყავდეთ ნეტ ან სად გვინდოდა წასვლა. წავიყვანეთ აი შოეტა ჩვენი შემქმნელები აი რაღაცებს ყურობით ყوازე ხარ და აი რაღაც ჩვენი წამყვანე ოცნებები ამიხდინეო ჩემი ძმაკაცები. ჩემი ძმაკაცი ყოველს ბოლო ხმაზე ანუ მე მარტო იმას ვყურებდი წავიყვანეთ ჩამოდე აქ და ჯექით და
რაღაცას ღრიალებთ, აი რაღაც სისულელეებს ყოლოდი, დედას გიცილი სიტყვას თუ ამატებდე და ამან ერთი 1000-ჯერ დაიკვირა რომ აუ წაგვიყვანე და ოცნება ამისო ტირილამდე მივიდა ეს ჩემი საკუთი აუ მილან. ტირილამდე მივიდა ტიპი ისეთ ემოციებს აყვა და ესე იგი იმდენი ხანი ღრიალეთ, კაროჩი, იმდენი ხანი ღრიალეთ, რომ ეხლა მე თამაშობდი ამარკიბებზე და უკან ისა რა ქვია, корпуსები ხო არის საერთოდ. დედას გიცილი ხალხმა ყვირილი დაგვიწყეს, რომ იქიდან ზემოდან ქალებმა წივილკივილი და იმდენი ხანი უყურებდით ბოლოხმა და წაგვიყვანე და კაი წაგვიყვანე კიდე ჯანდაბას, ხო, მაგრამ აი ეს რაღაც ეს ფანატიკად ისე სასაცილო ჭერდა ამის ოცნებები ამიხდინო, რა ოცნებები აგიხდინო, ბიჭო. მეორე დღესო გამოფხიზეთ იქ, კაი მეთქი წაგვიყვანე რეალებდით, მაგრამ ეს ოცნებები ამიხდინე რა არისო და ოცნებები ამიხდინო კი არაო, კაცო, ჩემი ოცნება არისო, თქვენი შეხვედრაო და იქნება ჩამ დაჭდეთო რა, მაგას გულის ხმოვდიო და გამოვიდი ძალიან სასაცილო ტიპები და მე ბევრმა გაიგო ჩვენ ეს სიმთვრალისგან ბოლანდებები რომ დაგვეწყო რაღაცეები და მეორე დღეს მესამე დღეს რომ გავიგეთ თურმე პატრიკაჩვილის ეზოდან ეს რაღაცეები ანუ იმღამეს ისე დავიშალეთ ისე წავედით სახში რომ ბოლომდე გვეგონა რომ უცხოპლანეტელებს ნადათხებავდით რა ის რაღაცა გვეგონა ხომ აი ამ გზნობით დავიშალეთ რა. არა ეხლა სასაცილო ამბობ, იმიტომ აყვობი რომ გავიცინოთ. სასაცილოდ ვაფშე აყვობი. Просто აი ესეთი მოცემულობა იყო, რომ გვინდოდა რომ ნამდვილად ფინალეთებში იყო რა. იმიტომ არ მომყოლია რომ ვიცინოთ. უბრალოდ აი მე რა სასაცილოა რა. სასაცილო ხო, ნუ სასაცილო. შეიძლება იყოს სასაცილო. ხო, არ არის ხა რა დებილობაა ხა მოსაყოლად ესეთი არაფერი არ არის. რავი, როგორ თქვა რა არის? მაგრამ ხო, ნუ აი წარმოგიდგენ ამ ხელა 19-20 წლის კაცები იმდენად ფანატიკურად ვიყავით აი ამ იმაზე შეყვარებული რომ უცხოპლანეტელი ცივილიზაცია რომ აი ესე ნასვამებმა გავიმაიმონეთ თავიდან თემა პროსტ გაიგო მგონი. წავიყვას და ოცნების აგისროს და წავიყვას და გადაგისვრის. ოცნების აცახთენათო და მე ბიჭო რო წავიყვანეთ ვიცი თუ რა ფორმის ექსპერიმენტებს უტარებენ და გადარჩენილები ხართ ვეღარავებოდნენ მაგრეთ ავკენწლეს მოგლეთ. მაგრეთ ავკენწლეს მოგლეთ კარგად მაგრეთ გვეღარავდნენ რა. კაი ჩემი ამბავი მოკავ. ფაქტობრივად დღევანდელი ჩვენი ვიდეოც მონოლოგია რა. ჩემთვის ჩავერთეთ რა, ესე გამოვიდა. მე არა მაგ ძალიან კაი ისტორიები ჯერ. რა ერთი ისტორია გითხარით ვიდეოში. თქვა კიდე ცოტა ცუდი სიტყვებიც არა. რა. შეგრაშუაში ცუდი ისტორიას და. რა ვიცი, ცოტა ცუდი სიტყვა რა. ხო და უცხოპლანეტელებთან შუაში. არა, უცხოპლანეტელებთან არ ვამბობ. უბრალოდ ეგ სასაცილო ისტორია მაქვს. ერთი ისტორია მაქვს, რომელიც შემიძლია თქვა. სხვა ისტორია არა მაქვს მეგობრებო. უცხოპლანეტელებზე ლაპარაკობ და ეს რაღაცა სხვა დეგენერატობას სიტყვას განეხილოთ. მაგაზე არ მაქვს საუბარი. მე იცი რა სულ უცხოპლანეტებზე. კაი, მოდი გეტყვი რაღაც უცხოპლანეტებზე. მიდევა. ესე იგი დიდთვალება წვანე არსებები. ეგრე წარმოგიდგენია? კი, დიდთვალება. აი მამეთ რო არსებობდნენ, როგორი წარმოგიდგენიათ? აი დიდთავა, წვანე, დიდთვალება არსებები? აი როგორც დიდთვალება არსებები, მწვანე, დიდი თავით, ბაყაყის ფეხებით. ბაყაყის ფეხებით? ანუ მიწაზე არიან დათღაბნილები, ეგრე წარმოგიდგენია? არა, უბრალოდ გაწელილი ისინი აქვთ რა. გაწელილი ისინი, ასე ქვია. ანუ ხო, მივხვდი ეს სამ, მე? აი ეგეთი მგონია მე რა. ეგეთება წარმოგიდგენია? ხო, შენ? მე აი როგორც იმას სპილბერგი ახსენს, აღწერს თავის ფილმებში, ძირითადად ეგეთი წარმოგიდგენია. თუ მართლა არსებობენ, მართლა ეგეთი წარმოგიდგენია, რომ ექნებათ ესეთი შავი ოვალური თვალები, წვრილი ცხვირი და პირი. ზოგიერთი როგორ აღწერს, იცი თავის ფილმში, პირი არა აქვთ. პირი არა აქვთ და ძალიან პატარა ყურის ნახვარდები აქვთ, იმიტომ რომ ზოგიერთის წარმოდგენაში, ზოგიერთი მეცნიერის წარმოდგენაში სალაპარაკოთ უცხოპლანეტელებს სამეთხოვლო ორგანოდ ენა არ ჭირდებათ. ხმებს გამო. ტელეპათიურად რა, ერთმანეთს უყურებენ და ესე გაბრიელი. დაბარა გითხარი როგორ რაზეთოდი. გაბრიელი უცხოპლანეტელი მაგარი. როგორ? უცხოპლანეტელები მაგარი რაღაცები არიანო. არა, ანუ ახლა მე ფიქრით თქვი რომ თუ მაგ ხდება არ შეიჭრა მეთქი მაგ. შენ რო ახლა ეს წაგიკითხავ. ხო რა ტელეპათია თუ წაგიკითხე, ხა ჩემი გაფიქრებული რომ წაიკითხო, მაგას ნიშნავს ტელეპათია რა. ახლა ვიქცევს ხარა. გამერ მეგარება კარგად ამოდის. აბა.
Აშმაშია, აში. მაგათ გაგიტყდა. აი, გავზეთ ისე პოდკასტი. ისო და ამროს მე რა მოგიხი. I'm sorry, so. მადლობს. So, მე ვარ დავაგე ფაზებს. იმიტომ ქვია ახლა. ეს არის საცალე და მამაშულური ამბავი, რომ უნდა ვიღადოთ რაღაცები და როგორ ახლა. კაი. ანუ ხოდა ზოგიერთს ესე წარმოუდგენია, რომ ეპირი არა აქვს და ტელეპათიურად გადასცემენ რა, თავის აზრებს რა. და სადაც დაინახავ, თუ დაიყურებ წამოყვანილებს, აგიყვანებ. არა, მაგრამ ცუდ ექსპერიმენტებსაც ატარებენ. არის ესეთი, აი პერუს უდაბნოში მაგალითად ნასკას უდაბნოა ესეთი რა. ნასკა? ხო, აი თუ გინახავს ფილმები, სადაც ფიგურები როა სიმინდის კანებზე დახატული. ეგეთ ვიდეოები შეგხვედრი რა? კი. დიდი უზარმაზარი ფიგურები როა. როგორ არის? ფიგურები როგორ? სხვადასხვა წრეები და რაღაცეები როა, აი სიმინდის დიდი ყანები ხო არის? ხო. არ გინახე ეგეთი სულ ვიდეოები, ფოტოები არა დროს? არა. აი სიმინდის დიდი უზარმაზარი ყანები როა და ერთ ღამეში რო უზარმაზარი ფიგურები ჩდება, წრეები, სკაფანდრიანი ტიპები გამოს, აგითემები არ გინახავს ესეთი ფოტოები? არა. მაგრამ იცი ერთი ვიდეო ვნახე ინტერნეტში, რომ ქართველები იყვნენ შავ ზღვაზე და ერთხელ ლაპარაკობდნენ, ვითომ რაღაცებზე ლაპარაკობდნენ რა და დიდი ესე თებში ჩამოფრინდა, წყალში ჩავარდა, ისინი გაჩნდნენ, ვა რა არის რაღაცაო და ეგეთ რაღაცები. ქართველები? ხო, ქართველები მართლა. ნუ გაკეთებული იყო გადაობოვი. არა, მართლა, აი მენამართალი ვიდეო იყო. თან ეწერა რეკ 2011 თუ რაღაცა ეგეთი ეწერა, ძველი დრო. და შავ ზღვაში ჩავარდა? ხო. ანუ ძველ დროში კამერა ჰქონდათ ეს ერთი? ძველ დროში ძველი კამერები არის, ხო? მე სულ ძველი წარმოუდგინე უცბად, 7 ვასე. ძალიან ძველი არა. წყალში არ მგონია ჩავარდა, უბრალოდ დაიცა რა. ისე რომ იცოდეთ, შავი ზღვა ძალიან ესეთი მისტიური ზღვა არის, რაღაცები ისეთებია სავარაუდოდ ფსკერზე, რომ ანუ არსებობს მოსაზრება, რომ დიდი საბადო იყო. ანუ როგორი ფორმა აქვს ეს შავ ზღვას ფსკერზე თურმე? აი როგორც უზარმაზარ კარიერებს ოჭრიან დიდი მანქანები რა, რო ჩადიან მიწა რო ამოუგდეს ეს დიდი ორმოები რო ხო ხტობენ. უშველებელ სატურთო მანქანებს რო ამოუგდეს ნადლეული. ამას გავს თურმე შავ ზღვის ფსკერი გავს ძალიან დიდ აი ესეთ ოქროს საბადოს ან რაღაცის საბადოს კარიერს რა, რომ შეიძლება სწავლობენ რო ჩადიან დიდ ესეთ ორმოს გავს ფენა ესე ჩადის კიდე საფეხურებით რა. და საუბრობდოა რომ ძალიან ძველ დროში აქედან რაღაცა ნედლეული ამოქონდათ და მე მოხდა წყლის დაგუება. მე ამჯერა ამ მოსაზრების. მე მჯერა. ბუნება და წყალი ესეთი რამეა რომ ძალიან მარტივად შეიძლება შეიქმნას წყალმა, ანუ წყლის დინებამ მარტივად შეიძლება გამოაცალოს რაღაცას. ფორმას ადვილად და ქვასაც კი ფორმას აძლევს, იცით? აი ზღვაზე ხშირად ჩემ ფერადი რაღაცეები ვიყრია. მწვანე, ცისფერი, ლურჯი ეგეთები. აი ეგენი რა არის, აბათუც. შუშა. შეგენაც, კი? შუშა. ხო და აბა წარმოიდი როგორ არის ეგ შუშა ფორმულებული როგორ? იმიტომ რომ მარილის გამო წვეტები შორდება. ანუ ცალკე მარილი, ცალკე წყალი წინ და უკან დააქრევს და აცილის ამ ბასრ მჭრელ კიდეებს და ხდება როგორც ასეთი როგორც ქვა, ფერადი ქვა, თუ რეალურად ხო, შუშა არის. არ მეგონა თუ გეცოდინე. როგორ არა? ეთქობა რომ დეზღაც მე აქიხსენი რა. არა? თვითონაც ვცოდი ისე. თვითონ ვერ მიხდებოდი რა. მივხვდი, აი, ერთხელ ვიპოვე ქვა ეგეთი და მივხვდი რომ შუშა იყო. იმიტომ რომ გავტეხი. გატეხე? ხო, თუ გატეხავდი კი. მოკლედ მე მაინც გამეხარდებოდა ის მოწყობილობა რომ სინამდვილეში მართლა ფილმებში ყოფილიყო და რომ წავიყვანე. როგორც ექსპერიმენტებს არ ჩავატარებინებდი. თუ რომ ფილმებში ძალიან ცუდ ექსპერიმენტებს ატარებენ, მათ შორის უხერხულ ექსპერიმენტებსაც. ეგეთ ექსპერიმენტებს ძროხებს რო იტაცებენ, მე შუაზე რო ჭრიან და შიგნით ორგანიზმებს ნახულობენ, მე რო გადაიტანონ თავიანთ მუცელებში. ძროხის ორგანოა ეს? ხო, და რაღაცეებს რა. აი ყველაზე ისეთი ფილმი რა გაქვს ნანახი, რომ დაგამახსოვრდა სტუდენტებს. იმას რა ქვია, აი ეს კაცი რო არის, შავი ისინი რო აცვია და
ის რო აქ ესე რომ დააჭერს მე ის რო ავიწე. Men in Black. ხო, Men in Black, Will ხო. Smith და ის რო არიან. ის რო არის დიდი ხოჭო რო არის თუ რა. მაგერიდან უცნაური კომედია. ხო, მაგრამ უწეს ეს ფილმი. კი, ჩაუყურებინე მე. ჩაუჯდეთ უყუროთ? კი. ჩაუჯდეთ უყუროთ. ყველი აზრი დაწერეთ. არსებობენ თუ არა უცხო პლანეტელები? კაი, წავიდეთ დაუშალეთ საქმე. მიდი, ხო. მადლობა და რას ვიზავთ? ხო ზოგჯერ აბდაუბდა. ეს არის რაც არის რა გინდა? დამთო. არ ვიცი, უბრალოდ ეს არის რაც არის. უბრალოდ ეს არის რაც არის. კაი, ხო. ხოლე თამაში გვაქვს ამხანაგური და თუ მოახერხეთ ჩვენ წასვლა, კაი ვიდეო დაიდება. დიახ. Okay, bye, სულები. Okay, bye. Cut. Cut. ამასობაში გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი, თქვენთვის მხოლოდ ერთი წკაპია ჩვენთვის ძალიან დიდი საქმეა. ლექადეშუბა 83. მადლობა.